ვიფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემა გრძელდება, ეს არის ფოტო ხელოვნება და ჩვენთან სტუდიაში ახლა უნდა მოვიწვიო ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემ, ადამიანმა, რომელმაც მაზიარა მეტნაკლებად ფოტო ხელოვნებას. მე ვთვლი, რომ ეს ადამიანი არის ჩემი მასწავლებელი და რატო იცი? ჩემი გაძლება ცოტა რთულია. 1000 კითხვას უსვამდი ერთ და იგივეს 1000-ჯერ პასუხობდა და მე უკვე კამერასაც ვერ ვთავდი ხოლმე მავიწყებოდა. ამიტომ და რა თქმა უნდა, ბევრი რამის გამო ეს ადამიანი, რომელსაც ძალიან საინტერესო პროექტები აქვს და სხვათა შორის ლევან ტუგუში, კინორეჟისორი, რომელიც ფოტოგრაფიაში თავისი სიტყვა თქვა და აგრძელებს აი ამ სიტყვის თქმას, სხვათა შორის ძალიან დიდ პატივს გცემს გოგა შენ და თქვენ ალბათ შეხვდით დერეფანში. ძირფასო ტელემაყურებლებო, დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ თქვენ შეხვდებით ლევან ტუგუშს. დიდი მადლობა. ჩვენ დავბრუნდით ძირფასო ტელემაყურებლებო, ლევან მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მოხვედი. მოგესალმებით, უღრმესი მადლობა მოგდა. ძალიან დიდი მადლობა და პირველ რიგში მინდა როგორ უძლებდით ბატონ გიას ლევან, თორე ძალიან ბევრი მან ესე თქვათ მოგიხსენიათ რომ ძალიან დიდი ამაგი აქვს ასე ვთქვათ ლევანს მასზე. კი, მე თუ რამის გავაკეთებ ფოტოგრაფიაში, აუცილებლად ლევანის დამსახურება იქნება. ლევან, ძალიან მაინტერესებს პირველი შენი აი ნაბიჯები, იმიტომ რომ მე ვიცი რომ შენ კინორეჟისორი ხარ და აქტიურად მონაწილეობ, იღებ მონაწილეობას გამოფენებში და აქტიურად მოხვედი ფოტოხელოვნებაში. როგორ იყო ეს პირველი ნაბიჯი? პირველ რიგში მოგესალმებით, მოგესალმებით ტელემაყურებელს, მოგლოცავთ აღდგომას, ფოტოგრაფიით ჩემი დაინტერესება დაიწყო დაახლოებით 90-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც დედამ გამომიტანა დედას ნახონი ფოტოაპარატი, ფედი ესე ერქვა და მითხრა რომ თუ რაიმე მომეწონებოდა შემიძლია გადამეღო. დროის შეჩერება და ალბათ ყველა ადამიანს უცნებია და ასე ვიყავი მეც რა თქმა უნდა მით უმეტეს პატარა და აქ მინდოდა ძალიან გადაღება და ალბათ აქედან გამომდინარე იყო რომ პირველი ფოტო სწორედ დედას სურათს გადაუღე იგი გარდაცვლილია და შემდეგ ძალიან დავინტერესდი დროის შეჩერება მოახერხე ფოტოებით და მე უკვე ციფრულმა ტექნოლოგიამ საკმაოდ დიდი გადატრიალება მოახდინა ფოტოგრაფიაში. იცით რა არის? კი, ყველა შეუძლია დღეს თითის დაჭერა ფოტოაპარატზე, მაგრამ ფოტოხელოვნება თითის დაჭერით არ ფასდება ჩემი აზრით. ეს თუ შიგნით არ გაქვს, ხო, ფოტოხელოვანი ვერ იქნები, უნდა გზნობდე კადრს, ხო? უნდა გქონდეს კომპოზიციის აღქმის უნარი, რომ ცხოვრება მაინც სხვა არის. სხვანაირად დანახული ცხოვრება. ლევან, რა მაინტერესებს იცი? აი ძირითადად გიორგი ჩამოთვალა ბევრი მიმართულება. აი შენი შენეული, შენი ხედვა, სად უფროა? ეს არის სტუდიური, დოკუმენტური თუ ბუნება? აი რომ ძირითადად სტუდიურია ჩემი მიმართულება. უпроსტად თლათ ესეც ვერ ვიტყვი, მაგრამ სტუდიურს ვანიჭებ უპირატესობას პორტრეტულ ფოტოგრაფიას, რა თქმა უნდა ბუნებაც ძალიან მიზიდავს და აქვს რა თქმა უნდა ბევრი ფოტოს გადაღებული, ვინაიდან ბუნება და სწორედ ის სიცოცხლის შეჩერება, გარკვეული სახით შენარჩუნება იმ სახით, რა სახითაც იმ წუთში ხედავ შენ, მხოლოდ ფოტოთი შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ხელა ტექნოლოგიებია დღეს გამოგონილი, ხო? აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესო პროფესიაა ეს, კინოსთან, მით უმეტეს კინოს თავი და საფუძველი არის ფოტოგრაფია, არა? და ესე ვთქვათ, საიდან დაიწყე ეს ყველაფერი, საიდან გაგიჟდა სრული, საიდან მიხვდი რომ შენი პროფესია ეს ყველაფერი, აი საიდან, რა ასაკი იყო ეს? ეს იყო ბავშვობა, ჩემი ბავშვობიდანვე ფაქტიურად. თითქოს მინდოდა ჩავბღაუჭებოდი იმ მომენტს
გარდა ამეჭირა ჩემი ბავშვობა და წლები აღარ გასულიყო და გარკვეული სახით ალბათ მეც რაგანაც აღნიშნე რომ ეს დედა ჩემსაც უკავშირდება ვინაიდან იგი აღარ მყავდა და სწორედ ფოტოს სახით არის აი დღეს თვლით თუ არა რომ ხარ პროფესიონალი ფოტოგრაფი მეცეთ რა მასე ვერ ვიტყოდი იმიტომ რომ მე უფრო რეჟისორი ვარ ვიდრე ფოტოგრაფი თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ფოტოები და შევაფასოთ დაუცებად წინაპირობა უნდა მოყვე რატო დავინტერესდი ძალიან ბევრი ფოტოგრაფი მყავს ახლობელი რატო დავინტერესდი ლევანთან მუშაობით მიუხედავად აი იმ ხედვისა იმ განსაკუთრებული ხედვისა რაც მას აქვს ძალიან საინტერესო იდეები მე მაგალითად ვერც ერთ ადამიანს ვერ ვთხოვე და ვერ დაველაპარაკე თუმცა ეს მოხდა ერთდროულად ჩვენ გავაკეთეთ პროექტი რომლის იდეაც რა თქმა უნდა წამოვიდა ლევანისგან იქიდან გამომდინარე გიყვარდეს სიცოცხლე გახსოვდეს სიკვდილი და თითქოს კურიოზულიც იყო ესეთი რაღაცა მაგრამ ხელოვან ადამიანს ყველაფერი ეპატიება კი არა ყველაფერი ხელი წიფება და რაც გააკეთა ჩვენ გქონდა მიტანილი ნუ ახლა უხეშად ვიტყვი ლევანმა მოიტანა სახლში სასახლე კუბო და ამ მაგა შენ მონაწილე ხარ ამ პროექტის მშვენივრად იწექი კუბო სად არის ახლა კუბო დაამთავრდა ეს პროექტი და საოცარი იყო რომ ჩვენ პროექტს ავარქვით გიყვარდეს სიცოცხლე გახსოვდეს სიკვდილი და თემატიკა იყო ის რომ ყველა ადამიანს როდესღაც ეს ამბავი თუ არ ახსოვს გარდაცვალება ხო ის ნაკლებად ფრთხილი იქნება ალბათ ადამიანებთან ურთიერთობაში და გვინდოდა რომ ამან ერთგვარად ცოტა უარყოფითი რეზონანსიც გამოიწვია ხო იყო რაღაცა ნუ ცოტა ესეთი არა იყო მოდი ვიტყვი რუსულ სიტყვას ვიტყვი თვითონ ჟუტკი იყო პირველი რაც ვკითხე ლევან როცა ეს მოქონდა მეზობლები სად იყვნენ მეთქი მე არ წარმოიდგინე ნუ მე აღარ მოვყვები ვნახოთ იქ როგორი ჟუტკი იყო ფოტოები და იმის მიხედვით მიხდით ნუ მაგის გარდა კიდე სხვა ფოტოებიც არის აი შეხედეთ აჰა და ცოცხლები კუბოში ლიკა რომელიც უყურებს რა თვითონ ელენა ბედველი შენ რატომ არ ჩატე მე ვიცი ნახე შალიკაშვილი რა სილამაზეა და არასაცნობი ამ ფოტოზე აი ეს ფოტო მიყვარს ძალიან ვაიმე ხო ნა პრეზერვატივები ღვინიშტოფებს ამოტრიალება ამოყირებული ადამიანები აი ეს ფოტო ძალიან ლამაზია ეს მე კი ცეპები გეკითხა ადრე გეკითხა ეს რა არის აი ადამიანი უგუღმართი ადამიანი ეს ჩემი საყვარელი მეგობარი ნინო ხომასოვიცა ეს ჩლივ ეს ძალიან მომწონს ეს ფოტო აი ეს მზეს უმზირა მადლობ ლევან რომ ეს თქვენი გადაღებები ძაღლი და კატა სხვა შორის ეს ძაღლი და კატა ლევანიცია რომელიც ძალიან მეგობრობდნენ და ვაიმე ეს ძალიან ლამაზია ძალიან ციყვი ჩემი პორტრეტი და ეს თავად მე შეიძლება მაინტერესებს ახლა ძალიან საინტერესო ფოტოები როდესაც იღებ და როდესაც რაღაცა პერიოდი გადის და შემდეგ ამ ფოტოებს აცვარელებ ხო თავისავად ეს ხდება რა შეგრძნება გაქვს აი როდესაც მოგწონს დღეს ეს ფოტო რაღაცა პერიოდის მერე არის რომ როდესაც აცვარებ რაღაცა არ მოგწონს რა თქმა უნდა არის ესეთი რამ და მე ძალიან ბევრი ფოტოები გავანადგურე კიდე საერთოდ მომდინარე ნუ რა ვიცი აი მოხდა ესე რომ მიზეზი აღმოწონების მიზეზი რა უბრალოდ რაღაც პერიოდის მერე უბრალოდ არ მოხდა მართებად ხომ ლევან თუ ესეთი კითხვა უნდა დავსვე ხა ჩემი გულმართ აი მაგალითად ნუ თუ გიყვარს ესეთი პაპარაცულად ეს ჩუმად გადაღებთ თუ გადაგიგია ესეთი ფოტო თქვათ მე რაღაცა წლები გასულა და ეს ფოტო შენ ის ადამიანი რაღაცა გახდა ცნობადიც რა თუ გადაგიგია ფოტო რა მარასეს ადამიანი ანუ ნუ ცუდად არ გულისხმობ უბრალოდ აი არის ესეთი მაშინ იყო ჩვეულებრივად რაღაც ქუჩაში რაღაცა დადიოდა ნიდგან რაღაცა
თქო გადაიღე და შემდგომში ეს ადამიანი სწორედ ესეთი ფოტო მაქვს გადაღებული, მაგა შენი ფოტო, მაშინ არ გიცნობდი მე შენ. გასმენდები. მართლა? საჩუქრა გამი. შალი შენი თქმე წასული. ბაინე როგორი შეკითხვა დავსვათ. შეიძლება შიშველიც აღარ მაგაჟა. ჩასვლის პროცესში. ქალბატონი ნანა ბერაძე, ჩემი პედაგოგი და მე, ბაინე რასაოცარი. მაგა ეს მაჩვენენ მაგა საუთ ამ სურათში ხა ძალამაზი ხარ მაგა პუტკუნა მამ ქალიშვილი ხარ ამ ფოტოში კი ფოტოშოპი კი გეტყავ იბჭამად ხარ პუტკუნა მან ნო პერგამიგოლე რატო ახდუნე მეცია მაინტერესებს თვითონ პაპარაცული ფოტოები როდესაც იღებ დღესაც იღებ არა დღეს ნაკლებად არა ასაც არ იღებ აი მეგობრებსაც არ პაპარაცულს არა ეს აი შეგდება რატომ გადაიღე პაპა რატო გაგიწეს სურვილი მაშინ იმ პერიოდში გადაგიღო მაშინ არ იყო მაგაც ცნობილი არის მაგრამ მე გზნობდი რომ აკა საკმაოდ ცნობილი გახდებოდა ანუ ეს შეგდება გაქვს ადამიანზე ვაი გადავიღე სურათი ლევანი არ მახსოვს ანუ თეატრალურთან არის გამოყვედი და უცბად ესე მოდი მეთქი გადაგიღებთ მეთქი ერთად თქო ტიპაჟებს ვეძებდი მაშინ და უცბად გადაგიღე და მე სხვათა შორის აღარც ისე წახვედი რომ ათ ტელეფონი მქონდა შენი არ გავეცანით ერთმანეთს ანუ რა რაღაც ესე დასაოცარია მე არ მახსოვს ძალიან დიდი უღრმესი მადლობა ასეთი ეს იყო 1000 წლის წინ ჩემო მარ როგორი შეხარა ყოფილ ხარ დღეს რაზეც უყურ ყავთ ვერ ნიჭიერი ფოტო ხელოვანი ადამიანი არა ფოტოგრაფი არა დამწყები და ასე შემდეგ როგორც იბრალდებიან საკმაოდ ბევრია ჩემი აზრით საკმაოდ კარგ ფოტოებსაც იღებენ მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი გოგა დავეთანხმები რომ თითის დაჭერა არ არის მარტო ეს ყველაფერი რა ეს თუ შიგნით არ გაქვს აი უნდა გრძნობდე ამას სხვანაირად კარგ ფოტოს ვერ გადაიღებ აი სწორედ ესეთ ფოტოს მოყვება მე ველი რომელიც განაპირობებს პოპულარიზაციას ამ ფოტოსას ეს ფოტოშოპის ერთი რამე მინდა რომ გითხრათ ყოველთვის მაძლევს შენიშვნას და ეს შენიშვნა რაში მდგომარეობს მე ხო აი ჩქარი უცბად მან გადაიღო და იმდენად დახლეწილად ნელა არეზარება კიბე ზემოდან რაღაცა მე ეს არ შემიძლია და ერთი რამე უნდა გითხრათ როცა არტისტერიუმთან დაკავშირებით უნდა გითხრათ ძალიან საინტერესო იყო ლევანმა წარადგინა თავისი ფოტოები და მეც მივიტანე რა თქმა უნდა ჩემი მე ხო ყველგან რა თქმა უნდა რა საოცარია ესე იგი ნახეს ორივეს ფოტოები და აირჩიეს ლევანის ფოტოები და რატო გაბრაზდი ხო არა არ გაუბრაზდი უბრალოდ ერთხელ კიდევ მივხვდი როცა შენ მუშაობ ბოლომდე გააზრებულად და აკეთებ იმას რაც შენ გიყვარს და გინდა და არა იმიტომ რომ მოხდე გამოფენაზე ყოველთვის გიმართლებს და ეს მართლა გამართლება იყო დიდი მადლობა მე გადაუხადოთ ინტერვიუის ხელმძღვანელობას რომ მომცა საშუალება რომ იქ მონაწილეობა მიიღო ძალიან საინტერესო გამოფენა იყო მართლაც და გაიხარე აუცილებლად გადავცემ მაყურებელი გისმენ ეთერში ხარ დიახ გისმენ იმასაც პირველ რიგში თქვენც ასევე ამხდესასწაულ დიდი დიდი მადლობა და მინდა გითხრათ რომ ძალიან კარგი შეფა გაქვს მადლობა უღმესი მადლობა ძალიან კარგი გადაცემა და ნამდვილად ყველა ადამიანი ვაფასებს ამ ხელოვნებას გაიხარეთ ეს საოცარი რა არის იცი უცნაური რაც მინდა გითხრათ საერთოდ ყველა ადამიანს აი ფოტოგრაფია ისეთი რამ არის რომ თუ არ გიყვარს სურათის გადაღება მაშინ გიყვარს როცა გიღებენ მე ერთი პერიოდი ძალიან მიყვარდა ორი კარგი რა ესე იგი მონოლოგი და სხვათა შორის ვაიმე ლევან 1000 წელია მპირდება თუ მე მპირდები
რომ ფოტოსესია უნდა გამიკეთოს და ვერ ჩერდებიან. სულ ხვანცალე. ვერ ვაჩერებ ხო? ვერ ვაჩერებ. აი მე ვარ ხოთაშორის ძალიან დამყოლი ბუნების. ლევან, მე მაგალითად ძალიან მიყვარს ჩემი სახლი, აი ყოველთვის მორთული არის ფოტოები. ძალიან მიყვარს ეს გაკვრა ფოტოები და ნუ შემდეგ არ ვიცი ეს რამდენად სწორია. ნუ რაღაცების გახსენება რომ შეხედავ ფოტოს და გაგახსენდება კარგი მუხტი რომ მოაქ. ნუ ხო მიხდი. აი შენი სახლი, შენი ოთახი მაინტერესებს. აი თუ არის თქვა რომელი ვისი ფოტოებით არის და საკუთარი ფოტოები თუ გაქვს. არა, სახლში არა მაქვს ესე გაკრული ფოტოები უფრო მაქვს შენახული და როდესაც მაინტერესებს ხოლმე რომ გადავალო თვალებაშინ, აუცილებლად გამოვიღებ და შევხედავ ხოლმე და ნუ რა თქმა უნდა იქ შეცდომებსაც ხედავ რომ შეიძლება და უკეთ გადანეღო შეიძლება ან პირიქით დავუშვათ. ზოგიერთი ფოტო არის ისეთი რომ აი იმდენად მახსენებს წარსულს რომ აი ცრემლიც მომადგება ხოლმე. როგორ მაინტერესებს საყვარელი ფოტო ესეთი თუ გაქვს? და რომელი ალბათ ესე ვერ დაგისახელებთ, იცით ეგ არის ისე რომ იმდაგვარად რომ აი დაუშვათ შვილი გაარჩიოს დედამ ან მამამ აი დაახლოებით ესეთი შეძნება და ფოტოაპარატი მაგა გიორგი აუცილებლად უნდა გითხრათ სადაც მაყურებელს შევიღოთ უნდა გითხრათ ერთი რამე ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე როცა ხელოვან ადამიანს რომელიც შემოქმედებითად მუშაობს და ის იზრდება ყოველთვის მას ყავს ადამიანი ოჯახში რომელიც ეხმარება და არანაკლები ხელოვანია ის, იმიტომ რომ შენ რომ რაღაცას გიკეთებს ის ადამიანი და არაფრით არ შემიძლია არობა ქალბატონი ქეთევანი, რომელიც არის ლევანის გამზრდელი, რომელსაც დედას ეძახის დეიდა, რომელიც ძალიან უწყობს ხელს და ეს არის საოცარი ადამიანი, რომელსაც აქვს საოცარი ხედვა და ის ნიჭი, რომელიც უნდა გადასცეს ადამიანს დაეხმაროს და მის კომფორტში ძალიან ბევრ ფოტოს ვერ გადავიღებდი ნამდვილად. მაყურე, ეს არის მუზეა ესე იგი. ცოცხალი მაყურებელი ყავს მოგესალმებით ესეთი ხარ. ალო? გისმენ? მოგესალმებით. თქვენც ასევე. მადლობა მინდა გადავუხადოთ პროექტს, თავისუფლად შეგვიძლია თქვენი კანდიდატურების შეერთების საკითხი, ძალიან არის პრობლემა. ეს მოგიტეს მანეს თუმცა განსხვავებული აზრით თვითონ შეიძლება გასცდეს ხანდახან. ისიც ახლა ისეთი მომენტა გადაიწყო. მე თვითონ მოგარ ფოტოაპარატი და ფოტოებს მამამ ყავდა ფოტოგრაფი. მე ამას რატომ ამბობ ორი ოჯახთან მართლაც გვაქვს ძველი ფოტოსურათები. და ძალიან ბევრი დაგროვდა ეს ფოტოები და უფრო სახირებულებები ხონდა ვიდრე მხატვრული დაუშვათ. მაგრამ საქმე რაცია, იცით იქნებ თალკე თემასაც საუბრობ ამასაკუთრელი რომ დაგროვდა ძალიან საოჯახო ფოტოალბომია. სამწუხარა გაითიშა სხვათა შორის მაგაშენ ძალიან კარგი იდეა თქვი გულში ნუ ქალბატონი ლიკა და სხვათა შორის ქალბატონი ლიკას თხოვოთ თავისი ალბომი და ფოტოალბომი ძალიან საინტერესო თემაა და მეც მოვიტანე. ლევან სამომავლო გეგმებზე რო გვესაუბროთ თუ გაქვს რაღაცა გეგმები რომ მაგალითად ფოტო გამოფენა მოაწყო ან რაღაც გადაღებები აი გამოფენას უახლოეს მომავალში არა, მაგრამ ვაპირებთ რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად ახლა მუშაობთ ფილმზე, მე და მარიკა კაცარავა. პარალელურად მინდა მეც მოკლემეტრაჟიანი პატარა ფილმი გადავიღო და რა ვიცი, შეგათხოვებინებთ აუცილებლად როდესაც. აუცილებლად, იმიტომ რომ ეს შენი ძირითადი პროფესიაა. აი ახლა ერთი რამე მინდა გითხრა, ჩემო გვრიტებო და საყვარელო ადამიანებო. მე ვარ ბედნიერი, იმიტომ ჯერ საერთოდ ზოგადად ბედნიერი ვარ, მაგრამ მე გუშინ ვიყავი ძალიან ბედნიერი, როცა მე ლევანს დაუკავშირდი და ვიწოდით გადაცემაში, ეს იყო ერთგვარი სიურპრიზი და მოვიწვიე გადაცემაში და მითხრა რომ მე თქვენთვის სიურპრიზი მაქვს და გაჩვენებო, უბრალოდ თუ შეიძლება რომ არ იცოდნენ და მე ვთქვი მაჩვენე მეთქი რა თქმა უნდა, ეს ცოტა დაძალებითი იყო რომ მე მინდოდა მენახა ლევანმა გააკეთა ძალიან საინტერესო ანიმაცია, რომელიც აჩუქა მზესუმზირას და ეს პირველი შემთხვევაა, როცა თავის შემოქმედებას ადამიანი რესპონდენტი ჩუქნის ჩვენ გადაცემას და მე ლევან მინდა ძალიან დიდი მადლობა დაგიხადო და აი ნახავთ თემატურია და ძალიან საინტერესო. გავუშვი თუ შეიძლება
ნახე. ძალიან საინტერესო. მე ძალიან მომეწონა, უმეტი მადლობა ესეთი საჩუქრისათვის. და მე მართლაც ვიტყოდი ერთ რამეს, იმიტომ რომ ეს ძალიან გულზე მომხვდა, ჩემო გია. ჩვენ საერთოდ ხელოვანი ადამიანები ესე თვლიან ხოლმე, რომ ცოტა ძნელად, ანუ ძნელია მათთან გაგება, უცნაურები არიანო და მე მინდა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს ადამიანი, რომელიც გიდგას გვერდში და გიქმნის შენ ყველანაირ კომფორტს, გაშორებს რაღაც იმყოფით რაღაცებს და გაძლევს საშუალებას, რომ შენ შენი საქმე წყნარად დაშვიდე დაკეთო, მე ესეთ ადამიანებს მართლა ვეთაყვანები. გეფიცებით, აი ეს არის ძალიან დასაფასებელია ეს ყველაფერი. უმეტი მადლობა მოგზაურობისათვის. მე სულს რომ წარმატებები და არამედ ჩემთან წამყვანებსაც და მადლობა ამ საჩუქრისათვის, იმიტომ რომ ძალიან კარგი საჩუქრია და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა ლევან, მართლა არაფერ შემიძლია აქტუალობა არ გამოთქვა და მე მინდა გისურვო წარმატება და მე ვიცი რომ შენ ძალიან ბევრ საინტერესო საქმეს გააკეთებ მომავალში. ძვირფასო ტელემაყურებლები, ჩვენი გადაცემა გრძელდება, ჩვენ ახლა რეკლამაზე გავალ და ყველასათვის ცნობილი ადამიანი იური მეჩიტოვი, რომელიც იქნება ჩვენი სტუმარი.